მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი აგრძელებს მაუწყებლობს პირდაპირ ეთერში რადიო ტალღაზე FM 105-დან 0. ასევე თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტის საშუალებით www.obiektivi.net. ეთერშია გადაცემა კვირის მოვლენა. მე გახლავართ გადაცემის წამყვანი ზაზა კვიცარიძე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ტელეკომპანია მირის თბილისის ფილიალის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბორის მანჟუკოვი. თქვენ შეგვიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონზე 2-388-105 2-388-105. მოგესალმებით ბატონო ბორის. მე ბატონ ბორისთან მინდა პირდაპირ გადავიდე შეკითხვით და ჩვენი ობიექტივის მაყურებლისთვის საინტერესო არის. ბატონო ბორის, პირველ რიგში რას წარმოადგენს ტელეკომპანია მირი, რომელიც მე ვიცი მაუწყებლობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში? თუ შეიძლება გვიპასუხოთ. კი ბატონო, რაც შეეხება ტელეკომპანია მირს დაფუძნა 1995 წელს და წარმოადგენს გაერთიანებას მედია სივრცეში იმ ქვეყნებისა, რომელსაც ოდესღაც საკავშირებდა საბჭოთა კავშირი და მეორე უკვე თანამეგობრობა, SNG, DSET. ზუსტად ეს ქვეყნები გაერთიანდნენ მედია სივრცეში და შექმნეს ტელეკომპანია, სახელმწიფოთა შორის ტელეკომპანია, რომელსაც ქვია მირი. გადაცემის რაც შეეხება ძირითადი აქცენტი თავისთავად გაკეთებულია საინფორმაციო სამსახურზე და აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, რომელიც გაერთიანებულია ამ ტელევიზიაში, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს აქვს საშუალება რომ გამოიყენონ ეთერი და გააშუქონ თავიანთი ქვეყნებში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები. მათ შორის ვართ ჩვენ საქართველო და ასე რომ ჩვენ ხმას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებთ და ვაწვდით და ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს და ძირითადად იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან გაერთიანებული. ცენტრალური ოფისი სად იმყოფება? ჩვენი ცენტრალური ოფისი არის მოსკოვში, შტაბი-ნა არის მოსკოვში და ზუსტად იქიდან ხდება ჩვენი მაუწყებლობა. ჩვენთვის საინტერესოა თქვენი ტელევიზია, სახელმწიფო ტელევიზიათა შორის ითვლება თუ კომერციული ტელევიზია? არა, ტელევიზია არის სახელმწიფოთა შორისი ტელევიზია, ფინანსდება ზუსტად ამ ქვეყნების ტელევიზიაში, მირში გაერთიანებული ქვეყნების ბიუჯეტებიდან. ესე იგი, თქვენ რა თქმა უნდა საქმის კურსში იქნებით, რაც ხდებოდა ამ კვირაში ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ამაზე ზენი ფაქტები აჩვენეს ტელევიზიის სხვადასხვა არხებმა, პირველ რიგში მეცხრე არხმა. და ბატონო ბორის, ესე იგი, არ ვიცი, თქვენ რა შეფასებას გააკეთებთ ამ თემაზე? რა შეფასება უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ნახა ეს მართლაც რომ სკანდალური და კადრები გარდა გარკვეული შოკისა, ზიზღისა იმ საქციელის მიმართ, რაც თურმე ხდებოდა გლდანის ციხეში, გარდა რაღაც გარკვეული პროტესტის ამ ყველაფრის მიმართ, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ნორმალურ ადამიანს, არც კი ვიცი. ბატონო ბორის, ჩვენი ტელევიზია საერთოდ გამოირჩევა იმით, რომ პირდაპირ ეთერში ყოველთვის პასუხობთ პირდაპირ ზარებს. ჩვენს ეთერში პირდაპირ ზარია, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო. გისმენთ ბატონო. ეთერში ვარ. მე რა მინდა გითხრათ, მე ვიყავი გლდანის ციხეში, საპროტესტო აქციაზე და იქ იყო მხოლოდ სტუდენტები, მე მინდა უთხრა რომ ყველამ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, გარდა ამისა, ჩემი აზრით პატიმრებს ეშინიათ იმის, რომ ეს სტუდენტების და ეს ხალხის ეს აჟიოტაჟი ამასთან გამოწვეული მალე შეწყდება და მე შემდეგ უკვე მათზე განხორციელებული არის მუქარები უკვე განხორციელდება ამ ხელისუფლების მიმართ. კიდევ ის მინდა გითხრათ, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ხმის მისცემასთან დაკავშირებით ეს კადრები მხოლოდ ქალაქის მოსახლეობამ ნახა და ჩემი აზრით ქალაქ გარეთ სხვადასხვა სოფლებსა და რეგიონებში ეს კადრები სულაც არ უნახიათ და სულ სხვა საზოდებენ ამის შესახებ და მე ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვიღონოთ იმის შესახებ, რომ ყველამ შეიტყოს ამ კადრების შესახებ. გარდა ამისა, ამ ტელევიზიაში ეს ყველაფერი, ჩემი აზრით მიმართულია უკვე წინააღმდება გადავიდა პატრიარქის მიმართ, სხვანაირად აშუქებენ ამ პატრიარქის მოწოდებებს და ეს ძალიან შეურაცხყოფელია ამ კადრებთან ერთად, ასე ვთქვათ და მე ვფიქრობ, რომ ყველა ხალხი არ უნდა გაჩერდეს და ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში და არ არის საკმარისი მხოლოდ სტუდენტების მიერ ხდებოდეს ეს. ქალბატონო, ჩვენ პატრიარქის ნათქვამზე ალბათ გარკვეულწილად მაინც შევშერდებით, ეს ცოტა ჩემთვის ძალიან ძნელად სასაუბრო, იმიტომ რომ მე არა ვარ იმდენად კომპეტენტური ამ თემაზე ვისაუბრო.
ხალხის სხვადასხვა აზრია და სხვადასხვანაირად ამბობენ მის ნათქვამში სხვადასხვა კონტექსტს ეგზებენ და ცოტა ძნელია ჩემს ამაზე ვისაუბრო. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენი გაღმოხმოვანებისთვის. Skype ჩართვა არის და გთხოვთ მოусმინოთ. გისმენთ Skype-ში პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. საიდან ვიკავშირდებით თუ საიდუმლო არ არის? თბილისში ვარ გიმიცვალე. ძალიან სასიამოვნო. ეხლა მოვახსენეთ ერთ გონარობას. მე პატიმრები გვისმენენ და მინდა ყველა პატიმრის გასაგონად თქვა. ჯერ პირველად თქვენ მოგაწოდეთ ამ ინფორმაციას. რუსთავის ციხეში დირექტორის მოადგილე დაუნიშნიათ დათო მუმლაძე, რომელიც პროვოკაციაზე მიდის პატიმრებთან. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, აღარ ჭირდება. დათო მუმლაძე დირექტორის მოადგილე, რომელიც აი ესე იგი პროვოკაციას უწევს. ჩვენთანაც მოვიდა ეს შეტყობინება ქალბატონო. არა, მე ეს ინფორმაცია ვიცი და გეტყვით ახლა რა ხდება. მე მინდა ყველა პატიმრები ჩვენ გვისმენენ. ბიჭებო, ჩემო კარგებო და ჩემო ლაბაზებო, თქვენ იყავით წყნარად. იყავით მშვიდად, ერთი კივილ-წივილი არ ატეხოთ. არ იხმაუროთ, იჯექით წყნარად, ნუ გეშინიათ, არაფერ წამოვლენ პროვოკაციაზე, არავითარი ხმა არ მოიღოთ. ესენი ახლა არიან დავით მუმლაძე, არის უკვე ბიგის პროვოკაციაზე. გამაგდით ბიჭებო, სულ ცოტაღა დაგჭა. აი ძალიან გთხოვთ ბიჭებო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მე პირადად თქვენ გიხდით, კიდე ძალიან ბევრჯერ მოუხავდი ამ ბიჭებს ბოდიში. ბიჭებო, ჩვენ გვაპატიეთ, საზოგადოებას გვაპატიეთ, ქართულ საქართველოს მოქალაქეებს გვაპატიეთ, სულ ყველას ჩვენ ვერ დაგიცავით, როგორც საჭირო იყო. ოღონდ ძალიან გთხოვთ, პროვოკაციას არ წამოეგოთ. შეიძლება რაღაცა შემოვიგდოთ, რაღაცა გაგიკეთოთ. წყნარად, მშვიდად, ქალბატონო, თქვენ Skype-ით ხართ შემოსული. ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ, არ გახვიდეთ Skype-ით. მე ბატონ ბორის კითხვას დაუსვევ, რომელზეც თქვენ შეგეხებათ და ჯერ ბატონ ბორისმა მინდა მიპასუხოს და მე იქნებ თქვენც. არის ხო ამის საშუალება? გასაკურველია. ესე ბატონო ბორის. აი რას ნიშნავდა ტუღუშის დანიშვნა ამ პოსტზე? როდესაც ჩვენ გვაქვს ესეთი მაგალითი, როდესაც ბაჩუ ახალაია, რომელიც იყო იგივე ორგანიზაციის სოზარ სუბარის მოადგილე, ეს კაცი დაინიშნა ამ თანამდებობაზე, რაზეც დღეს ტუღუშია დანიშნული და თუ ამას რა მოყვდა, ამან რა საშნელება გამოიწვია და რა საშნელ დღეს ჩავარდნენ ამის შემდეგ პატიმრები, ხო ნუ არ ვიცი. აი თქვენი აზრით, ტუღუშის დანიშვნა რამდენად გამართლებული იყო? ეტყობა ეს ორგანიზაცია ვერ ზდის ისეთ ხალხს, რომელმაც უნდა დაიცვას პატიმართა უფლებები რა. რა იმალება ამ ხალხის გულებში ესე ვერ გავერკვი, იმიტომ რომ არც ერთი ადამიანი რომელიც კი იყო აქამდე ამ თანამდებობებზე არ მოუხსნია და აი ახლაც კი ქალბატონმა გითხრა დათო მუმლაძე ვიღაც ხო რომელიც დაინიშნა მოადგილედ რომელიც არის სადისტი ხო მე ცოტა ხანში ჩავიკითხავ არა სადისტი არ არის პროვოკაციაზე მიდის მე სადისტი არ მიდია პროვოკაციაზე არ ეხილს არავინ არ ახლებს ნამდვილად ეხლა არავის არ ეგონოს იქ არა უბრალოდ პროვოკაციაზე მიდის რომ ეს ბიჭები თქვა გამოიწვიოს და ესე იგი იცით ასეუბნება და აი ესეთი ინფორმაცია იყო რომ თვითონ რაღაცას თქვა რომ დააშავეთ ხო გიმატებენ იქ რაღაცას თქვა აი ესეთ რაღაცაზე მიდის არა ცემა ნამდვილად ცემის ფაქტი ეხლა არ ბიჭები რახან არ მიდიან ქალბატონო ესეთ გამოწვევაზე ესე იგი ამიტომაც არ ხდება იქ სადისტობა თორე ვინ იცით რა მოხდება ბიჭებთან ხო ეს გასაგებია ეხლა თან იცით რა არის მე ამსიას ჩავიკითხავ ცოტა ხანში ერთი ბატონ ბორის მოусმინოთ ძალიან მაინტერესებს მე მისიაზე და მე ჩაგერთვები დიახ ბატონო ბორის რა შეეხება ბატონ გიორგი ტუღურს ეგ მე ვფიქრობ რომ პრინციპში სწორისვლა იყო პრეზიდენტის მხრიდან ვინაიდან რადგანაც ასე თუ ისე ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა ბაჩო ახალაიაზე დღესდღეობით სახალხო დამცველის აპარატი ასე თუ ისე სარგებლობს გარკვეული ნდობით პატიმრების ახლობლებში ვინაიდან რადგანაც ისევ და ისევ სახალხო დამცველთან ომბუდსმენთან არის დაკავშირებული მათი უფლებების დაცვა. ეს პრინციპში დღესდღეობით არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო და საშუალება მათთვის რომ თავის უფლებები დაიცვან. ამ კონკრეტულ ბაჩო ახალაიას დანიშვნის შემთხვევაში ესე კარდინალურად შეიცვლებოდა მისი ცხოვრების წესი. თავისთავად არც ახლა არავინ არის დაზღვეული, მაგრამ რატო სოზარ სუბარი არ დანიშნეს იგივე თანამდებობაზე? თავისთავად ახლა არავინ არ არის დაზღვეული და ბატონ გიორგი ტუღუშის გულში ბატონ გიორგის გულში რაუდებს ჩვენ ვერ ვიტყვით ვერაფერს მაგაზე, მაგრამ მე ვთვლი რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო სწორისვლა იმ მხრივ რომ გარკვეულ პლანზე წამოეწია ეს საკითხები მიეცათ პატიმრებს იმის იმედი რომ მათი უფლებები ასე თუ ისე იქნება დაცული და ასე თუ ისე გამოსწორდება ის საქმე, ის უბედურება, რაც ტრიალებდა ჩვენს ციხეებში. ტუღუში დაპირდა ამას პატიმრებს.
პირველ თავის გაპირობაზე. ვიცით რა შეასახელა. ალბათ თქვენ გისმენთ, იქნებ თქვენ გითხრათ რა. არა, იცით რა არის ახლა ტოღოში დანიშნა ძალიან კარგად ახსნა თქვენმა სტუმარმა. კი, ტოღოში ეს იცით რა არის, ესე როგორი ხო, და თქვენ დაინახავთ რომ 1 ოქტომბრის ტოღოში აღარ იქნება. აი ეს თქვენ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ეს 1 ოქტომბრის შემდეგ თქვა სიტყვაზე, თქვა რაღაცა რომ მოხდეს, ხო აღარ იქნება და ეხლა რაც შეეხება იცით რა არის აი ბაჩო ახალაიას თემა ხო ბაჩო იგივე სისტემა შევიდა აბსოლუტურად იგივე სისტემა შევიდა ეს პოლიცია იგივე სისტემა შევიდა ხო მე მინდა რომ ჩვენი პარტნიორები გავხსნე რომ ბიჭებო ნუგეში არ ვიცით ეხლა მე ალბათ ეს ჩემი სუბიექტური აზრია ნუ რა ვიცი ნუგეში თქვენ ხელს მართლა არავინ არ გახლავთ ერთი ხელისხლებაც რო იყოს იქიდან ინფორმაცია ესეთი გამოდის გამოვა ეს ინფორმაცია ოღონდ მეცით რა არის ტუღუშის დანიშნა ეს არის დროებითი რაღაც აი კი სწორი ნაბიჯი გააკეთა ცოტა ესეთი ეშმაკური ნაბიჯი გააკეთა მაგრამ ყველაზე საშინელება იცით რა არის რომ სააკაშვილი 3 დღეს დუმდა და ამ 3 დღის შემდეგ ისეთი აქტიურობა დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ მე ეს აი იცით რა აი შოკში მაგდებს ისეთ აი ერთი რაღაცა რომ იქ ხდომი ახალგაზრდებიც კი არიან აი სტუდენტების ტოლა ბიჭები არიან და ბავშვები არიან ნუ თუ ამ ადამიანებს ერთი არ აწუხებ კი რა შეიძლება აწუხებდეთ მაგრამ როგორ შეიძლება რომ ისე და არგუმენტად მოაქვს სააკაშვილს რომ ეს ყველაფერი არის თუ თითქოს ესე იგი სპეციალურად ჩაწყობილი სპეციალურად ესე იგი მისა შეკვეთა აი ამ ადამიანმა ვლადიმერმა რომ ეს გაეკეთებინა თვითონაც აწამებდა თურმე იქ არც ერთი პატიმარი არ არის აი თქვენ რა იმედი გაქვთ რომ შიგნით არაფერი არ ხდება ერთად მომისმინეთ უკაცრავად ქალბატონო მომისმინეთ აი როდესაც გარეთ შიგნით აღარ არის ლაპარაკი, გარეთ დაიჭირეს, დაჩიც აგურია. ბექა ალადაშვილი, დავით ფაცაცია, ლაშა მესხი. ეხლა დაუჭერიათ კიდევ იაგო ქიტიაშვილი, გიორგი ნოზაძე, ზვიად იმერლიშვილი, ილია ქელეხსაშვილი და კიდევ ერთი ხუთაისელი ბიჭა მე მის გვერდ სახელი ამ წუთში არ ამაქვს. აი თქვენ რა იმედი გაქვთ რომ გარეთ იჭერენ ხალხს, გარეთ აგზელებენ ხალხის დაჭერას და შიგნით რეპრესიები არ გაგრძელდება. რა გაძლევთ ამის საფუძველს? აბსოლუტურად არაფერს არ მაძლევს, მაგრამ ვიცით რაღაცა იმედი მაქვს და ეს ბიჭების იცით გაწყობა მინდა ამ პატივებს აკო თუ არა მე არავითარ იმედი არ მაქვს, როგორ გეკარდებათ იმედი კი არა, ამ თავრობის ხაში რა იმედი კი არა, აბსოლუტურად არაფერი იმედი არ მაქვს, ესენი არიან ჩამოყალიბებული სადისტები. იცით რა არის? სადისტი სიტყვა, აი მაზოხისტებიც არიან, აი ეს ძალიან ამაზე არავითარ იმედი არ მაქვს, როგორ იცით აი ამ ბიჭებს აკაცდათ ისე მინდა რომ აი რატომღაც არა სისტემა ისევ შევიდა მაგაში მე არც ერთი წუთაც აგეგმოთ რომ რაღაცას იმაში აი დაჩიზე ხო ხათუნა კალმახელიძის გადადგომა საერთოდ რამეს ნიშნავდა არანაირი აბსოლუტურად დაისაჯო კალმახელიძე ქალი რომელიც ახალგაზრდა მანდილოსა ან დაჯას რამე აზრია აქ რამე მე ვერ ვხედავ მის ვერც დანაშაულს ვერც უდანაშაულობს საერთოდ მის აი ფიგურას არ წარმოადგენდა იგი არა თოჯინა იყო ხაბისა ჩემო კაბო ქალი თოჯინა აბსოლუტურად გეთანხმებით ქალი თოჯინა რომელიც შედიოდა და შეიძლება მართლა თუ მართლა იქ არ ვიცი ეს მე ვერ წარმომიდგენია დედა ქალი არის გათხოვილია თუ არა ეს ქალბატონი არ ვიცი დიდი მადლობა ქალბატონო ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მინდა რომ ერთი რაღაცა პატარა რაღაცა რა შეეხება პატრიარქს თქვენ ახლა არ შეეხეთ ამ თემას მაგრამ მე მინდა ყველა ჯერჯერობით არ მინდა შევეხო ამას არა რაც მე არ მინდა შეხება მაგრამ მე ვიტყვი რომ პატრიარქმა მხოლოდ მოგვიწოდა სიმშვიდისაკენ მეტი არაფრისკენ და არ გითხრა ჩვენ პატრიარქმა დაიშალა როგორც ახალგაზრდება მეტი არაფერი დალოცილები იყავით ბიჭებო და გამაგდით 1 ოქტომბრის პროვოკაციას არ წამოეგოთ მე მეც არაფერს აგიტყვი მულაძე აკეთებს ამას მეტი არაფერი დიდი მადლობა ბატონო ერთ შემთხვევაში გეთანხმებით ბატონო ბორის აი ესეთი მოწოდება ტელეფონის ზარია უკაცრავად მოვისმინოთ ლეო გამარჯობა ისმენთ ბატონო მოგესალმებით თქვენ სტუმარს და პირველ რიგში საქართველოს სრულიად საქართველოს მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო იმისთვის რომ ძალიან ერთად ვიყავით მთელი ეს დღეები ეს ერთი მე რაც შეეხება ახლა ამ კადრებს მე არავის არ გამაჩნია იმის ამბიცია რომ თქვა რომ ვინმეზე ძალიან მეტად დამწყებული მეთქი მაგრამ რომ არ თქვა არ შემიძლია ბოლო 4 დღე ვარ სრულიად გათიშული ახალგაზრდა კაცი აბსოლუტურად ვერ ვაზროვნებ მე ახლაც რომ გელაპარაკებით მეტირება იმიტომ რომ ეს არის ქართველი კაცისთვის სულში ჩაფურთხება და არა იმათვის ვინც ეს განიცადნენ იქ ვინც უყურა იმათმაც არანაკლებად განვიცადეთ მე ერთი რამ მინდა უთხრა იმ ბიჭებს მე მათ ვაჟკაცობას ვენაცვალე ერთი წამით არ იფიქრონ რომ მათ ღირსება აყრილი აქვთ ისინი არიან ქართველები ისინი არიან ვაჟკაცი ხალხი და იცოდეს ყველა პირველ რიგში ამ ხელისუფლებამ რომ ჩვენ ამ ბიჭებისთვის და ნებისმიერი ქართველისთვის ნებისმიერი საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალებს დავკორტნით ნებისმიერს თუ კი ჩვენს ღირსებას შეეხება ჩვენ ქართველებს ორადორი რამ დაგვრჩა ღირსება და სარწმუნოება და ამის აყრას არავის არ ვაპატიებთ ეს მეორე საკითხი რაც შეეხება ბატონო ჩემ ბოდიში თუ დროს გართმევთ რომ არ თქვა არ შემიძლია
რაც შეეხება პატრიარქს, ამაზე ბრძენი და ამაზე დიდი კაცი რომ დღეს ჩვენ არ ვყავს ქართველებს, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ თქვენ გულისხმობთ ბიზნე ივანიშვილს, რა თქმა უნდა. რა თქმა ბატონო? პატრიარქზე იყო. პატრიარქზე მსაუბრობთ? ამაზე დიდი და ბრძენი კაცი არ ვყავს, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ. აი რა ბატონებო, ეხლა ბოდიში თუ არ გაწუხეთ ძალიან. ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ცოტა აი რა უნდა ვთქვა, როცა მიდის ერის განადგურებისკენ საქმე, იქ ეკლესიაც კი თავისი გადმოსახედან იბრძვის და იქ ეკლესიაც კი მოგვიწოდებს. თუ კი შენ სარწმუნოებას, შენ სამშობლოს, შენს ენას ვინმე ებრძვის მტრის სახით, კურთხევას იძლევიან ამისთვის მოძღვრები. შესაბამისად, ჩემი პატრიარქი ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს და გამიძლიეროს. მე მზად ვარ მისი სიტყვის შესრულებისთვის, მაგრამ მშვიდობიანი აქცია არ ნიშნავს დაშლას. შესაბამისად, თუ კი ვინმე მისმენს ახლა ახალგაზრდა იქნება თუ ძველგაზრდა, ჩემი მამები, დედები, ბებიები, ბაბუები, ერთი რამ არის ჩვენი გასაკეთებელი. 1 ოქტომბრამდე თუნდაც მდუმარი აქციით, ჩვენ ვიდგეთ ერთად, ერთმუშტად, გავაპროტესტოთ, მანამ სანამ არ დასრულდება ამ დამპალი ხელისუფლების. მადლობთ ბატონო, დიდი მადლობა ბატონო. ხელისუფლების მოღვაწეობა საქართველოს. დიდი მადლობა ბატონო. სამუდამოდ. ბოდიში და გმადლობთ ყურადღებისთვის. ბატონო ბორის, მე აი ესეთი ინფორმაციები ვრცელდება, უпроსტოდ მთავრობა ავრცელებს ესეთ ინფორმაციებს, რომ იჭერენ თქვათ ოპოზიციონერებს და ნუ მე ეს რამდენად სიმართლეა ხოლმე უკვე კაცმა არ იცის. აი რაში ჭირდება ეს მთავრობას ამის ასეთი ინფორმაციების გავრცელება? ხომ არ აპირებს მთავრობა აჯანყების ესკალაციას, რომ შემდეგ ეს ყველაფერი სისხლში ჩაახშოს და ყველაფერი გადააბრალოს ივანიშვილს, ოპოზიციას და აი ამითი რამენაირად გადადოს ეს არჩევნები. არჩევნების გადადება ალბათ მათთვის უფრო არის ხელსაყრელი, ვიდრე ვთქვათ დღეს ოპოზიციისთვის. მე ასე ვფიქრობ. შეიძლება მართალი ბრძანდებით იმ ხრივ, თქვენი აზრი როგორია? რომ არჩევნების გადადება ხელს უწყობს ნაციონალური მოძრაობის შემდგომში რეიტინგის გაზრდას და დრო ექნებათ იმისთვის, რომ იმუშავოთ საკუთარ რეიტინგის გაზრდაზე. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ეხლა ამ ეტაპზე აკვირდება მთლიანად მთელი მსოფლიო და მთელი საზოგადოება, მთელი თანამეგობრობა. ყველა უყურებს საქართველოს და მე არ ამგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება წამოვიდეს კონკრეტულ პროვოკაციაზე და წამოიწყოს რამენაირი სისხლიანი ბრძოლა აიღოს ხელში იარაღი. რაც შეეხება როგორ გონიათ, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება ევროსტრუქტურებში საქართველოს მთავრობის მიმართ? აი ევროსტრუქტურებში რამდენად შეიცვალა? ევროსტრუქტურებში რამდენად შეიცვალა და ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში განცხადებები ეუთოში, ევროკავშირში, გაეროში დღეს გამოქვეყნდა საკმაოდ საინტერესო განცხადება და ჩვენ ვნახეთ, რომ მთლიანად საზოგადოება, მსოფლიო საზოგადოება შეშფოთებულია იმ ამბით, რაც ხდებოდა თურმე საქართველოში და ჩვენ თუ დაუბრუნდებით წინა კითხვას და ჩვენ თუ ვილაპარაკებთ კონკრეტულად ესე იგი შესაძლო რაღაც უსიამოვნებებზე და სისხლის ღრაზე თბილისში და საქართველოში მე ისევ და ისევ არ ამგონია რომ ესეთი რაღაცა მოხდეს და მით უმეტეს რომ ჩვენ არაერთი მოწოდება გავიგეთ როგორც არაერთხელ თქვეს ახლა დღეს ჩვენმა მაყურებლებმა პატრიარქის მხრიდან თვითონ ოპოზიციონერების მხრიდან მოწოდება მშვიდობიანი მანიფესტაციებისკენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობისკენ და მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე რომ 1 ოქტომბერს საზოგადოებამ გადაწყვიტოს და უნდა მას ხელისუფლებაში ოპოზიცია იქნება ოპოზიცია უნდა მას ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა ბატონო ბორის და მე წავიკითხავ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის რუპერტ კოლვილის განცხადებას. გისმენთ ბატონო თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო ეთერში ვარ? დიახ, ალბათონო თქვენ ეთერში. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით. ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასებო, ობუსმეტი და ეს გვარი დაბავიწყდა გიორგი ტუღუში არის ბოკერიას დეიდაშვილი, და ალექსანდრიას დიშვილი. ობუსმეტასაც მაგან გაუშვა ეს თუ ჯანსა ბაბაგის განერვიანებული ვარ ლოგიშიც ვეღარ წერდები ტუღუში იქ დაამყარებს მშვიდობას კიდე რომ მოხდა იქ აპატიმრების ტაჯვა და წამება რაც ეგ იქ წესიგი სამწერი კი არ არის ეგ არის აბრევი არ დაამყარებს მშვიდობას უნდა გავანთავისუფლოს მაგრამ რაღაცა ჯერ არა გვაქვს მაგის რეგაც მესმის რომ ჯერ ჩვენ ვერ ვნიშნავ და ვერ ვსვით ხარ
არაფრით ეგ არ იმარგებს არცად ეგაც ისევე დასაჭერი არაფერი არ გააკეთა არც ობუსმენდობის დროს და არც ახლა გააკეთებს იქნებეს პირიქით დაიცავს მესმის ქალბატონო თქვენი მე აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს გულის წვრომას მე როგორც დაგპირდით მინდა გავაკეთო აი ეს წავიკითხო ეს სტატიის განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანთა უფლებათა უმაღლესი კომისრის რუპერტ კოლვილის განცხადება ჟენევა შვეიცარია 22 სექტემბერი ჩვენ ვკითხავთ წამებისა და სასტიკი მოპყრობის აქტებს, რომლებიც ხორციელდება პატიმართან მიმართ ციხეში და არასრულწლოვანთა იზოლატორში. ისინი ნაჩვენები იქნა სულ ცოტა 20 სხვადასხვა ვიდეოში, რომლებიც ამ კვირაში გამოქვეყნდა. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა მსგავსი ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ არსებული მტკიცებულების გამოძიება და არა მხოლოდ იმათი, რომლებიც მოყვანილი ამ ვიდეო მასალაში. გამოძიება უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ, მიუკორძებლად და ეფექტურად, რათა დამნაშავენი წარდგენილნი იქნან სასამართლოს წინაშე. ვიდეო მასალაში ნაჩვენებია, როგორ ახორციელებენ ციხის ბადრაგები პატიმრებზე სექსუალურ და ფიზიკურ ზალადობას. ამცირებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მათ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონში წამების გამოყენება აბსოლუტურად აკრძალულია და მთავრობა ვალდებულია, რომ ამ დანაშაულის ჩამდენნი დაუჯელნი არ დარჩნენ. გაეროს ადამიანთა უფლებათა უმაღლესმა კომისარმა და გაეროს ოფისმა საქართველოში შეახსენეს საქართველოს მთავრობას, რომ საქართველო არის ხელმომწერი სახელმწიფო მთელი რიგი დოკუმენტებისა ადამიანთა უფლებათა სფეროში. მათ შორის არის კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკ არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობაზე და ფაკულტატური პროტოკოლის შესახებ, რაც ითვალისწინებს საპრობილეებში ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების რეგულარულ და წინასწარ გამოუცხადებელ ინსპექციებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოუცხადებელ ინსპექციებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანთა უფლებათა უმაღლესი კომისრის რუპერტ კოლვილის განცხადება ჟენევა, შვეიცარია 22 სექტემბერი. ბატონებო, აი ბატონო ბორის, ესეთი განცხადება მოგვივიდა ჩვენ ჟენევიდან. ჩვენ არ ვიცი ახლა ამას ეს ჩვენ არ მოგვსვლია, ხო? ეს ოპოზიციას არ ეკუთვნის და ეს მეს არ ეხება. ეს ეხება მთავრობას. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ეს ყველაფერი. ამაზე უნდა რეაგირება მოახდინოს. რო იქნება კი რეაგირება მთავრობის ამაზე? ტუღუში იყო ამის რეაგირება? თუ რა იქნება კიდევ შემდეგში? როგორ ფიქრობთ თქვენ? ჩვენ ვნახეთ უკვე ბოლო დღეების განმავლობაში ის რა მოხდა რეალურად საპატიმროებში, ხო? ჩვენ ვნახეთ რომ გარკვეულწილად შევიდა შიგნით საპატრულო პოლიცია, ჩვენ ვნახეთ დაკავებული ადამიანებით, 11 დაკავებული ადამიანი და მე ვფიქრობ რომ გამოძიება, მე კი არ ვფიქრობ უბრალოდ ესეა რომ გამოძიება გრძელდება. გამოძიება გრძელდება და სავარაუდოდ ჩვენ ვნახავთ კიდე დაკავებულებს, ჩვენ ვნახავთ იმ სასამართლო პროცესს, რომელიც გაიმართება 8 ნოემბერს 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში და ეს ყველაფერი ალბათ იქნება საქართველოს მთავრობის მხრიდან გარკვეული პასუხი იმაზე, რაც ხდებოდა საპატიმროებში. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ალბათ ყველაფერთან ერთად უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებშიც შესაძლოა რომ შევიდნენ ჟურნალისტები, უფლებადამცველები და რომელიც გამოიძიებს კიდე იმ ფაქტებს, რაც არ არის დღესდღეობით საზოგადოებისთვის ცნობილი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ საპატიმროებში ხდებოდა ძალიან ბევრი ფაქტი ამის შესახებ და ამჟამად გამოაშკარავებულია მხოლოდ და მხოლოდ გლდანის ციხის ამბები. ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა სინამდვილეში რუსთავის კოლონიაში, ფოთში, ზუგდიდში, სხვადასხვა ციხეებში. ხო, არ შეიძლება მარტო ერთი ამ გლდანის კოლონიაში ხდებოდა. დღესდღეობით ამ ფაქტებზე არის დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ გლდანის ინციდენტში, გლდანის მოვლენებში ეს ამაზრზენი ხალხი. მხოლოდ ესენი არიან დაკავებულები და უნდა შეიქმნას გარკვეული კომისია, რომელიც გამოიძიებს სხვა კოლონიებში, სხვა ციხეებში, სხვა დაწესებულებებში რამდენად ცნობილია კურნალიძე სხვადასხვა ციხეებში და საპატიმროებში დადიოდა და იქაც ატარებდა ესეთ სადამსჯელო ოპერაციებს. ეს ცნობილი ფაქტი არის, იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ სანამ ის გლდანში ასე დაფუძნდებოდა, სხვადასხვა კოლონიებში დადიოდა და იქაც ატარებდა ესეთ სადამსჯელო ოპერაციებს. ახლა ზარია პირდაპირ ეთერში. გისმენთ ბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით. მისალმებით თქვენ სტუმართა. ყველაზე მთავარი და გამოუგნებელი ითით რა არის, როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ სისტემამ განიცადა კრახი პრაქტიკულად სამართალდამცავ ორგანოებმა და ბადრაგებმა და პენიტენციურ სისტემაში ის არ აგრძელებს ისე რომ ამის გარდა კრახი განიცადა კიდე იდეოლოგია, კრახი განიცადა ლოგიკა და კრახი განიცადა სამართლეობა. იქიდან გამომდინარე
მედიის ბიორობოტიზირებული ჟურნალისტების ნაწილი აკეთებს აქცენტს იმაზე, თუ სად იყვნენ ამდენხანს ეს ჟურნალისტები, მაგრამ იმას კი არ იძახიან, რომ ეს ჟურნალისტები რო არ ყოფილიყვნენ, ის ხალხი ამაში იღებდა ხელფასს დაწყებული მინისტრიდან დამთავრებული ბადრაგით. კაი, რო არ გამოექვეყნებინათ, ესე იგი ეს უნდა გაგრძელებულიყო კიდე იმ მმართველობის ბოლომდე, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს, მაგალითად 115 წლის. იქნება ვინმე მოიყვანოს საერთაშორისო სამართლის წოდება, როდესაც სააკაშვილის დაწეს, რომ ესე ხდება ამერიკაში და მერე და ევროპაში ხდება ქალაქებში. რა აი ამისთანა შემთხვევის შემდეგ, როდესაც ეს მიდის ძირიდან, ანიდან ხოემდე ვერტიკალამდე, რანაირ გადაწყვეტილებას ღებულობს ამ დემოკრატიული სახელმწიფოების მოსახლეობის ნაწილი და აქტიური ოპოზიცია. იქნება მოიყვანოს სამართალ წოდება. გეთახმებით და იყო ესეთი საუბარიც, რომ ტელევიზიითაც ახლა მე აღარ მინდა თქვა ვინ გააჟღერა ეს აზრი, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ხდებაო ესეთი რაღაცები, მაგრამ ამასო ტელევიზიით არ გადმოცემენო. თქვენ ყველას ალბათ გახსოვს, როდესაც 3 თუ 4 პოლიციელმა ხო შავი ზანგი galახეს ქუჩაში და ამაზე რამხელა ამბავი ატყდა თითო დარტყმა $1,000,000 თუ ანგარიშეს და ეს ყველამ გაიგო. ეს ხო წამების ფორმა იყო, არა ჩვეულებრივია, არა? მაინდა-მაინც ციხეში კი არ ხდება ეს წამება ხდება ქუჩაშიც და ყველგან აბსოლუტურად დაკავების დროსაც შეიძლება აწამო ადამიანი და საპატიმროებშიც, ხო? ამერიკის შეერთებული ასე რომ ამას ყველაფერს როგორც კი ხდება წამების რაიმე შემთხვევები, ყველა ნორმალურ ქვეყანაში აჩვენებენ კიდევაც, განიხილავენ კიდევაც, რეაქციასაც აძლევენ, სჯიან კიდევაც დამნაშავეებს და უფრო მეცაც აკეთებენ ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოხდა. ჩვენ ქვეყანაში რა მოხდა? არც არაფერი შეიცვალა. უბრალოდ ერთი კალმახელიძეთი ტუღუში რა განსხვავება არის მე დიდად მაინდა-მაინც ვერ ვხედავ, მაგრამ ნახოთ, რა ვიცი, გვაჩვენებს ამას ყველაფერს ცხოვრება. იცით რა შეასაქმე? ამერიკის შეერთებული შტატებმა სათვინა თუ როგორ ექცეონდეს სამხედროები ერაყელ ტყვეებს ერაყში და ანალოგიურ ესეთი წვავენ დამოკიდებულებას ერქვა, მაგრამ იმანაც აჩვენა, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა თუ დაიმალა, არასოდეს არ განიკურნება ეს ავადმყოფობა, იმიტომ რომ ეს ავადმყოფობა არის პრაქტიკულად ისეთი რამე. აუცილებლად გახმაურდება ეს ყველაფერი. აი ბატონ ბორის მინა, ამიტომ შევეკითხო, იმ ქვეყნებში, სადაც თქვენი ტელეკომპანია მირი მაუწყებლობს. ხდება თუ არა ამდაგავარი ფაქტები? ეს ამდაგავარი ფაქტები თუ ხდება და მე არ ვიცი, ალბათ ხდება, ახლა რომელ ქვეყანაში არ არის რაღაც არ მოხდეს. როგორ ხმაურდება, რა რეაქცია არის მასმედიის მხრიდან, ხალხის მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, მთავრობის მხრიდან, აი ამაზე თუ გვეთქვით. საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას მე გადავავლე თვალის, ანუ თქვენთან სტუდიაში მოვიდოდი, გადავავლე თვალის რუსეთის ფედერაციას რაც შეეხება. ხო, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ როგორც თვითონ ოპოზიციონერები და როგორც უფლებადამცველები აცხადებენ და ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, საკმაოდ იკლო ამ წამების ფაქტების რაოდენობა. გარდა ამისა იყო რაოდენიმე წლის წინ იყო საკმაოდ სერიოზული სკანდალი, თლად ამგვარი სკანდალი არ იყო, იქ იყო მარტო ცემა დღების ფაქტი ციხეში, მაგრამ საკმაოდ სერიოზული სკანდალი იყო ამასთან დაკავშირებით ყაზახეთში. ამის მერე ყაზახებმა შეიმუშავეს საკმაოდ საინტერესო რეფორმა და აბსოლუტურად ყველა პენიტენციური სისტემის თანამშრომელმა გაიარა ატესტაცია. გაიარა ეს ატესტაცია ზოგმა უარი თქვა ატესტაციის გავლაზე, იმიტომ რომ იცოდა რომ ვერაფერს ვერ გააკეთებდა ამ საქმეში და დატოვა კომპეტენციას არ შეეფერებოდა ეს ყველაფერი. დატოვა პენიტენციალური სისტემა, ზოგმა ვერ გაიარა ეგ ატესტაცია და ვინც გაიარა, ახლა წარმატებით მუშაობს და რამდენიც ვიცი ყაზახეთში ასეთმა რეფორმა, პენიტენციალური სისტემის რეფორმა იყო ერთ-ერთი სამაგალითო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მე ვფიქრობ, რომ არ იქნება ცუდი თუ ჩვენ ყაზახ კოლეგებს, ჩვენი სამართალდამცველები და პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელები დაუკავშირდებენ და რაღაც ამგვარ გამოცდილებას გაიზიარებენ. ებრაიმე კარგია და რამე საინტერესო არის. პირდაპირ ეთერში Skype-ზე არის, მოусმინოთ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. ისაუბრეთ თქვენ პირდაპირ. კი ბატონო, ისმით თქვენი გვესმის. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მე ვმკითხავ საქართველოში დღევანდელ დღეს. მაზრწუნებელია რა ხდება, სცენენ მარტყრებს დამჭირებული არა, მთელი ქართული ხალხის დამჭირება. ყველაზე შედარება ისაცრობა, ახლა ნახე გადაცემები ქართული ოცნების მხარდაჭერით დაიჭირეს ძალიან ბევრი წემე, დასისმებულები აჩნდათ ახლა. პირდაპირ შეტევაზე არიან გადმოსული.
ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ აი ეს დაჭერილები ციხეები, რომელიც წვრილფეხობა რო დაიჭირეს, წვრილფეხობა და სხვილები რომ მაღლა არიან და ისევ არ დაჭერილან, ეს ამაზე გადაიღებენ ძალიან მალე კინოს და გამოიყვანენ ამ დაჭერილ ხალხს და ალაპარაკებენ, რომ ვითომ ბიძინა ივანიშვილმა გადაუხადა ფული ამ ხალხს და საწყლებს უარესად გააუბედურებენ. ქალბატონო, თქვენ საიდან გვიკავშირდებით, საიდუმლო თუ არ არის? საზღვარგარეთიდან გიკავშირდებით ამერიკიდან. რა ხდება თქვენთან ამერიკაში? ესეთი ფაქტები ხდება პოტენციალურ სისტემაში და ხმაურდება? ტელევიზიებს ერთადერთი ადრე რაღაცა ის იყო ომთან დაკავშირებით და მთელი მოხსნეს დიდი მთავრობა და რაღა არ გააკეთეს. ეს გვანტანამოს ციხესთან დაკავშირებული? არასოდეს. ამდენი წელია, მე 10 წელია ახوار და ცუდი არაფერი არ გამიგი არც ციხეებზე და არც ისი არიან ციხეებში, სახლში არ არიან, მგონი როგორც ისინი ციხეებში არიან. მადლობთ ქალბატონო ზარისთვის. ამერიკელებს რაც შეეხება, მახსოვს 94-95 წლებში აბუ გრეიბის ცნობილი სკანდალი, როდესაც გახმაურდა ეგ ამბავი, ამერიკელი ჯარისკაცები, ამერიკელები როგორ აუპატიურებდნენ, როგორ ცემდნენ, როგორ უსწორდებოდნენ რეალურად პატიმრებს აბუ გრეიბის ციხეში. იყო ეგ ამბავი, ეგეთი აბუ გრეიბის ციხეს იყო ეგ სკანდალი, საკმაოდ საინტერესო. რაც შეეხება ეგ ქალბატონო ბრძანა ახლა რომ ჩვენ ვიხილავთ პატიმრების ჩანაწერებს და იმაზე იქნება საუბარი რომ თურმე ბიძინა ივანიშვილმა რაღაცეები გააკეთა, რაღაცეები მოიგონა, რაღაცა იყიდა. მე არ მგონია რომ მაინც და მაინც ახლა ხალხმა აი ამ ფაქტების მერე არ მგონია რომ ხალხმა დაიჯეროს აი ეს იმ სერიალებს რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ხოლმე, გინდ შპიონების სკანდალი რომ გავიხსენო და გინდ სხვა მრავალი აუდიო ჩანაწერები და ვიდეო ჩანაწერები, რაც ჩვენ ნახეთ. ენვერი რო იყო ეს ისენი მე არ მგონია რომ დაიჯეროს ახლა ხალხმა. მე არ მგონია ახლა რომ დაიჯეროს ხალხმა, იმიტომ რომ გამოაშკარავდა ის თუ რა ხდებოდა ჭეშმარიტად ციხეებში და როგორ შეიძლება რომ მიიღო ჩვენება პატიმრისგან. ამიტომ მე ვფიქრობ რომ თუ ხელისუფლება გამოაქვეყნებს ამასთან დაკავშირებით რამე საპირისპირო მასალას, ეს გაცილებით უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს ვიდრე თქვათ რუსეთთან რაღაც დაკავშირებული და ბიძინა ივანიშვილთან რაღაც დაკავშირებული. მე ვფიქრობ რომ უფრო დამაჯერებელი და უფრო კარგი იქნება თუ ხელისუფლება მართლა ჩვენი მთავრობა მიუდგება ამ საქმის გამოძიებას, გამოიძიებს ჭეშმარიტად ამ საქმეს, ის რაც მოხდა გლანის ციხეში, რაც ხდება საერთო ჯამში ციხეებში და მართლა დაიჯდება ყველა ის ადამიანი, ვინც იყო დამნაშავე ამ პატიმრების წამებაში და პატიმრების გაუპატიურებაში. აი ახლა მე გუშინ უყურებდი გადაცემას, ერთ-ერთ გადაცემაში იყო ესეთი ამბები გახმაურდა, რომ უამრავი რა ახლა ბევრი ხალხი გადმოდის სამთავრობო სტრუქტურებიდან ოცნებაში, ნაციონალური მოძრაობიდან ოცნებაში. ნუ თუ აი ეს იყო საჭირო რომ ეს ხალხი თქვათ მე არ მინდა ესე თქვა რომ აზე მოსულიყო ან ჭკუაზე მოსულიყო და ეს იყო ბიძგი ალბათ, ერთ-ერთი ბიძგი კიდევ რომ ხალხმა დაიწყო აი გადმოსვლა ამ მხარეს. ესე იგი ამითი რა ხდება? მატულობს უფრო და მატულობს ოცნების მხარდამჭერთა რიგები, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ წეღანაც აუნიშნეთ რომ უფრო და უფრო ცუდი ხდება და არასაინტერესო თქვათ ნაციონალებისათვის არჩევნების დროზე დანიშნა. კიდევ რას მოვიმოქმედებს საინტერესო, აი რას გვიბზადებს საინტერესო იქნება ჩვენ უკვე დღეს მოვისმენთ საკმაოდ საინტერესო განცხადება ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა რომ ჩვენ იმ კვირაში გავიგებთ საინტერესო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით ვიღაცა აპირებდა ჩამოსვლას და საქართველოში რაღაცების მოწყობას. აი საინტერესოა ვინ არის ეგ პიროვნება და რა გეგმები ჰქონდა ამ ადამიანს. საერთოდ ეს კვირა მე ვფიქრობ რომ იქნება ძალიან საინტერესო როგორც ერთი მხრიდან განცხადებების მხრივ, ისევე მეორე მხრიდან, იმიტომ რომ კომპრომატების ომი აუცილებლად გაგრძელდება და თავის პიკს მიაღწევს, მე ვფიქრობ, იმ კვირის შუაში, სადღაც 4 შაბათს, 5 შაბათს იქნება ამ კომპრომატების ომის პიკი და თავისთავად მე არ გამოვრიცხავ რომ ოპოზიციასაც და ქართულ ოცნებას ჰქონდეს რამე კიდე შემონახული იმ კომპრომატების საპირისპიროდ, რასაც შემოგთავაზებს ამ კვირაში. თუ ეხლა არ იხსნის ამ ყველაფერს და ეხლა თუ არ ქმნის რაღაცა, ხო იცი, მაგაც არ უჭირს ამაგიცოთ. Skype-ზე არის მოусმინოთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით.
ერთი რამ უნდა გითხრათ, ეხლა თქვენი სტუმარი ამბობდა, რომ აი სხვა ქვეყნებში ასეთი რამე არ ახდება, ეს ზღაპარია. კი, მე მესმის, რომ ეს რუსეთი კარგია ყველაფერზე ვიძახოთ, რუსეთში ხდება. ჯერ ესეთი რუსეთზე ხო ვიძახით, რომ დიქტატურა არ არის დემოკრატია და ჩვენ ხო დემოკრატიის შუქურა გვყავს. კი ბატონო, გისმენთ. ასე რომ რუსეთში ასეთი რამეც არ ხდება, ასეთი რამე, მაგრამ ასეთი არა, მარტო ცემა, შეიძლება ყაზახეთის ციხეებში ხდებოდა. რუსეთში ასეთი რამე არ ხდება. ყოველთვის ჩვენამდე არ მოსულა ასეთი რამე რომ მომხდარიყო, გახმაურდებოდა და გავიგებდით, ხო? აღდათ ვიცი რომ არ ხდება. რუსეთის ციხეებში ცემენ ისეთ ადამიანს, აი ის თურცლები რო უჭირავთ ხელში, რო წაიკითხავენ და ნახავენ, ხალი გაუპატიურა, ბავშვი გაუპატიურა. ესეთებს ცემენ და არა ყველას. კი ბატონო. სტატისტები არ არიან. კი ბატონო. და მეორე კიდევ, აი ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ აი ეხლა რომ ბძანეთ, რომ სააკაშის ეს კომპრომატების ომი, ეს არ ამგონია კომპრომატების ომი დავარქვათ ამას. კომპრომატების ომი არის სხვა რამე. როცა პოლიტიკურ პარტიებზე მიდის პირდაპირ ერთმანეთში რამის მოგონება და ეს მთელ საქართველოს შეეხო, ეს კომპრომატი ქვია ამას? გეთახმებით რომ ეს კომპრომატი არა, ეს არის მთელი საქართველოს სირცხვილი. უბრალოდ ამ თავრობის შექმნილი სირცხვილია. მე გირეკავთ ეხლა ავსტრიიდან. ავსტრიაში რა მდგომარეობა ამ ხრივ? აუ, რას ამბობთ ეხლა ავსტრიაში სიზმარში ვერ ნახავენ ასეთ რამეს. სასწაული. დიდი მადლობა ბატონო, დიდი მადლობა თქვენი ზარისთვის. პირდაპირ ეთერში არის ზარი ტელეფონით, ბატონო ბორის დიდ მოდის მოვიხდი, რა ვქნათ, უნდა უპასუხოთ. გისმენთ ბატონო? ალო. გისმენთ ბატონო. მე მინდა გითხრათ, მე ახლობლისგან ვიცი ევროპაში მოხდა ისე რომ გადაუცდა ყოფნა და მე დაიჭირე და სხვათა შორის ასე რამდენიმე ქვეყანაში მოუხდა, რომ რამდენიმე ქვეყნის ციხე გამოიარა იმ გულისთვის, რომ ქვეყანაში ზედმეტი დრო დაყო და გაკვირვებული იყო, მოკლედ ძალიან მართვის პერიოდში შეკვეთებს ვაძლევდით, რა თქმა უნდა, მაპატეთ ღორის ხორციანი საჭმელი მოგვინდებოდა, რომ იქ არ ჯამდნენ ზოგიერთ ციხეშიო ის სხვა მუსულმანები იყვნენო და ჩვენთვის ცალკე აკეთებდნენო, დესერტიც იყო, ხილიც იყო და პირიქით გვეხვეწებოდნენ, რომ გვესწავლაო, მათი ენა გვესწავლა და აქეთ ფულს გვიხდიდნენ კიდევ გარკვეული თანხა იყო. ნუ ესე იგი სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში მეტად ჰუმანური მოპყრობა არის ვიდრე ჩვენ ციხეებში. ნუ ეს ცნობილი ფაქტია, ყველა ძალიან კარგად გვახსოვს. და სირცხვილია, როცა პრეზიდენტი გამოდის და ამდენ ტყილებს, რა გონია ახლა სოფლიოში შეიძლება ყველანაირად ბოლო ადგილზე დგავართ მაგათი წყალობით, მაგრამ ქართული ხალხი თავისი ნიჭიერებით პირველ ადგილზე დგას ნამდვილად და რამდენადაც ჯერ რეკლამებში შეჩნდება პრეზიდენტი ახლა 100 წლის მერე შეგხვდები ახლა მაგდონისები არავა და ახლა გარშემო ვინც ახალ კი ბატონო ისინი ყავდეს ეს ძალიან დაბალი პროცენტია ნამდვილად ამ დონის ხალხი და სადაც გაყავდა გამოხვალ ყველა მაპატია და ძალიან დიდი ბოდის და აკურთხებს პირდაპირ ხალხი აღარ ერიდება და მე მაგათი მოყრე ვერ ავნახე ამ ქვეყანაზე ვერავი. კარგად ზანდება. კარგად ზანდებთ. ქალბატ მე ხლა ერთი მინდა ბატონო ბორის ჩავიკითხო ერთი განცხადება აქ. ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახმა საქართველოს დატოვა. ამის შესახებ გამოცემა კვირის პალიტრის ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ აცნობა. გიორგი ფოფხაძის განცხადებით ცოტა ხნის წინ აცნობეს, რომ ვლადიმერ ბედუკაძის ცოლ-შვილმა საქართველოს საზღვრები დატოვა. ისინი თვითმფრინავის ტრაპამდე ქართველმა და უცხოელმა უფლებადამცველებმა მიაწილეს. უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ სამშვიდობოს გამოახციეს. აღნიშნა ფოფხაძემ კვირის პალიტრის კითხვაზე, იოლად მისცეს თუ არა მათ საზღვრის გადაკვეთის საშუალება, ფოფხაძემ უპასუხა, რომ აეროპორტში ბედუკაძის ოჯახის უსაფუძვლო შეყოვნება ზედმეტ აჟიოტაჟს გამოიწვევდა, რაც ხელისუფლება მოერიდა. აი ამ ინფორმაციის შემდეგ მე კიდევ ერთი ინფორმაცია მივიღე, რომ თითქოს თურქეთის სტამბულის ერთ-ერთ სასტუმროში მის ოჯახს დაესხნენ თავს, მაგრამ ეხლა ეს რამდენად მართალია, იქ როგორ იყო სინამდვილეში, ამაზე მე ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ მე ვიცი, რომ ეხლა ჩვენი მთავრობა უცხოეთშიც აქვს საშუალება, რომ ჩვენს სპეც დანიშნულების განყოფილებებს რომ იქაც იმოქმედონ. ნუ მოკლედ არ ვიცი ეს ბედუკაძე რამენაირად მისი ოჯახი უნდა ჩავიდეს, სადაც მისი მეუღლე და რომ თავისუფლ მაინც იყოს გარეთ უფრო ამ ყველაფრისაგან. ეხლა ბატონო ბორის, მე ერთი რამე მინდა შეგეკითხოთ. აი იყო ესეთი საშინელი რაღაცები მოხდა Facebook-ში. ობიექტივის ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს ემუქრებიან განადგურებით და ეს ხდება ვირმე ნიკა თავაძის სახელით.
ეს ვიღაც ნიკა თავაძე უკვე რამოდენიმე ხანია ჩვენ ვიცით, ერთი თვეზე მეტია უკვე ეს ამბავი ვიცით, რომელიც ჩვენს ხელმძღვანელს ირმა ინაშულს განადგურებით ემუქრება სულ და მუდამ. ქალბატონმა ირმა მიმართა პატრულს, გამოვიძახეთ, პატრული იყო მოსული რამოდენიმე ჯერ, იმიტომ რომ ეს განმეორდა რამოდენიმე დღე ზედიზედ მიმდინარეობდა, მაგრამ რა რეაქცია არის? გამოძება თითქოს მიდის, რა რეაქცია არის კაცმა ადამიანმა არის და კიდევ, როდესაც აი ეს ყველაფერი ეხლა ხდება, კიდევ არის აი ესეთი განცხადებები, კიდევ მიდის მის Facebook-ზე აი ესეთი ისე. ნუ თუ არ შეიძლება რომ დღევანდელ დღეს მოინახოს ადამიანი, რომელიც ამ ავატარის უკან დგას, ესე თუ ავატარია თუ რაც არის. და მე მაგ პიროვნებას ვაფრთხილებ, რომ ძალიან ფრთხილად იყოს. აი ძალიან ფრთხილად იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვაპატიებთ. ირმა ინაშვილის თავზე მის ერთი ღერიც კი რომ ჩამოვარდეს, ამას ობიექტივი და არავინ არ აპატიებს. საქართველოს ერი ამას არ აპატიებს. არ ვიცი, მე ესეთი აზრი მაქვს და არ ვიცი კიდევ სხვანაირად რანაირად უნდა უთხრათ ამ ადამიანს რომ ცოტა ჭუას მოუხმოს, არ ვიცი რა. ალბათ მე ხლა უფრო სამართალ დამცავები და სამართალ დამცავები რა თქმა უნდა, მაგრამ როცა სამართალ დამცავები ვერ იჩენენ ამ რა ბოლო-ბოლო ვერ უნდა დაეჭირათ ამდენი ხანი, რა უნდა ახლა ერთი ავატარის უკან მდგომი ადამიანის დაჭერას, ჰაკერებს იჭერენ 900 და 1900 კილტულის უკან რო არიან ჩამალულები ჯგუფება და იმათ იჭერენ და იმათ ის არ არის პრობლემა და ერთი კაცის დაჭერა რა დიდი რაძნელი და რთული პრობლემა გახდა. რა მაინტერესებს ბატონო ბორის? საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული თუ ხართ თქვენ ან თქვენი ორგანიზაციის? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, წინა წლებშიც ვიყავით. იყავით, მე საკითხული წინა წლებში რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აკრედიტებული ვართ, ჩვეულებრივად ვაშუქებთ არჩევნების პროცესს, თუმცა დღეს საკმაოდ საინტერესო განცხადება იყო გაკეთებული, რომ შესაძლოა საარჩევნო უბნებზე აიგრძელოს ფოტო და ვიდეო გადაღება. ეს არის საკმაოდ საინტერესო და კითხვა დაისმის რატომ? რატომ არ შეიძლება რომ ტელევიზიამ თუ ფოტორეპორტიორებმა გადაიღონ ესე იგი ხმის მისების პროცესი. საუკუნეში პასტა და ფურცელით უნდა შევიდეთ საარჩევნო კომისიაში, რა ქვია, ეს არის საკმაოდ საინტერესო, მე იმედი მაქვს რომ არ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან და რადგანაც ზუსტად ვიდეო და ზუსტად ფოტო გადაღება ხდის ამ ხმის მისების პროცესს გამჭვირვალეს და მე უბრალოდ ვერ წარმოვიდგენია როგორ შეიძლება რომ რეპორტიორს ჟურნალისტს აუგზავნო კამერით შესვლა საარჩევნო უბანზე. მე ვფიქრობ რომ ეს იქნება ძალიან არასწორი გადაწყვეტილება და ვთვლი რომ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი დემოკრატიის დონის მხრივ უკან. ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ალბათ ვითანამშრომლებთ ამ პერიოდში ერთმანეთთან, ჩვენ ობიექტივი და თქვენ მიერი ამ პერიოდში, როდესაც ეს იქნება ყველაფერი ვითანამშრომლობთ, გვექნება ალბათ გაცვლა-გამოცვლა ჩვენი ინფორმაციის იმედია. და მე ერთი რამე მინდა კიდე აი შეგეკითხოთ. ეხლა ასეთი გადავდივარ აი ამბავიდან ამბავზე, იმიტომ რომ ძალიან ისე არის აქ ყველაფერი, რომ ხლა ივანიშვილის რეგალიებს ქურდობაღა აკლდა, ესეთი სტატიასავით არის რა. არ ვიცი ამ კაცს ბრალდება რომ თითქოს და მან აიღო ქურდების საგანფული ჯერ არ უნდა ვინმეს ფული ივანიშვილს საერთოდ თუ უნდა და ვინმეს ფული. რომ დაპირებია, ესე იგი ქურდებს რომ თქვენ რომ აქ მე რო აღვადგენო, ესე იგიო ამ ქვეყანას რო შევცვლიო მთავრობასო, ხო? თქვენო ჩამოგიყვანთო, თქვენზე არსებულ კომპრომატებსო, ყველაფერსო შევცვლიო, გავაქროფო და თქვენო აგინგეთო აქ ყველა რეგალიებს. ნუ შეიძლება ხა აი ნორმალურ ადამიანს ეს ფიქრადაც კი მოუვიდეს, კაცი რომელმაც პირადად მიიღო მონაწილეობა ქურდული სამყაროს გაქრობაში ამ საქართველოსთან. პირადად მან მე მგონი ეგ იყო ყველაფრის სულის ჩამდგმელი, მან შეიარაღა პატრული, მან ჩააცოდა და დაახურა პატრულს, მან მისცა ყველაფერი თუ კი რამე მისაცემი იყო და ალბათ დირექტივებიც თუ როგორ უნდა ებრძოლა ქურდულ სამყაროსთან და კაც ამ დროს აბრალიან რომ თურმე ქურდული სამყარო ჩამოყვანა უნდა საქართველოში. მე არ ვიცი 21 საუკუნის რა ვიცი რომელი წელია უკვე 2012 წელია და კიდე ამ თემაზე თუ შეიძლება იყოს ლაპარაკი საქართველოში აი არ თქვენ რას ფიქრობთ რომ მე მგონი რუსეთშიც აღარ ვლაპარაკობენ უკვე ამ ქურდულ კრიმინალ და მენტალიტეტზე და რუსეთშიც დაიწყო ბოლო დრო საკმაოდ სერიოზული ომი ამ ქურდულ მენტალიტეტთან და ამ კრიმინალთან ჩვენ ვიცით ბოლო მოვლენები ხო როგორ დაიჭირის რამოდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა კატერზე რომ იყოს სპეცოპერაცია ხო ჩვენ რუსეთში კი ევროპაში და ყველგან თავისთავად საკმაოდ სერიოზული ბრძოლა არის გამოცხადებული რაც შეეხება ბადონ ივანიშვილს ახლა ქურდულ მენტალიტეტთან მე ცოტა ეჭვმეპარება რომ ბადონ ბიზინ ივანიშვილს ჰქონდეს ქურდული მენტალიტეტი და აპირებდეს ქურდების ჩამოყვანა საქართველოში მე სიმართლე რომ გითხრა მაგას შეეჭვმეპარება თუმცა მინდა ვთქვა რომ სიაში ბატონ ბიძინის საარჩევნო სიაში კოალიციის სიაში
არის საკმაოდ ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც თავის დროზე იყო პოლიტიკაში, იყო საკმაოდ ცნობილი სახე, ვისაც შეეძლო თავისი წვლილი შეიტანა ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლაში, ვისაც შეეძლო იგივე ციხეებში გარკვეული წესრიგის დამყარება. თუმცა ამ ხალხმა ეს ვერ გააკეთა, თუ არ გააკეთა, ჩემთვის ამჟამად უცნობია. ძალიან ბევრი ოპოზიციაში დღეს არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც იყო თავის დროზე ხელისუფლებაში. ვინც იყო ჩვენ დავიწყოთ, თუნდაც გოგა ხაინდრავა გავიხსენოთ, ჩვენ გავიხსენოთ უამრავი ადამიანი, ვინც არის დღესდღეობით ოპოზიციაში. გოგა ხაინდრავას ეხლა პირადად საკითხი არ ევალებოდა, იგი არა პოლიციასთან არ ქონდა მას არანაირი კავშირი, ეგ არ ებრძოდა, თქვა პირადად მის მოვალეობაში არ შედიოდა ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა. ან რაიმე ამასთან იგი კრიმინალს არ ებრძოდა, იგი იყო ბატონი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც არის თამაზაშვილი გასაგებია. და ბევრი ადამიანი ახლა უბრალოდ საერთოდ ისეთ რაღაცებს წერენ, რომ კაცი თურმე ციხიდანვე დაჭერილი მართავდა მთელ ციხეს და მის ხელში ყოფილა მთელი პენტენციალური სისტემა და თურმე მასზე ყოფილა ყველაფერი დამოკიდებული, ციხეში როგორ გაიჯდეს ვეღარ გავიგე, მაგრამ გამოსულიყო და გარედან ემართა ეს ყველაფერი, რაღაც უნდა და ეს ყველა უბედურება. ზარია პირდაპირ ეთერში მოусმინოთ. გისმენთ ბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. რამინდა გითხარით. გისმენთ ბატონო. ჩვენ მასალებს დამივედ ერთი ადამიანის რეგალიებს ერთი ღაა და ამათგან უსიამოვნო დამატება და ესეც დაემართა და ერთი კიდევ მინდა გითხრათ. იმის მაგალითად ხალხური იმა ინაშის მადლობა გადაუხადო იმისთვის რომ მან ეს ყველაფერი შეძლო მოიპოვა და გაავრცელა და არ დაახადა საშინელებას, ხო? იმის მაგალითად აქ კიდევ ემხრებიან და რაღაც ლიკვიდირებას უპირებენ და მე არ მესმის იქ ჯერ მარტო ელემენტარულად ის რომ ამ ხალხმა შეძლო ჯერ კიდევ რამდენი ისინი იბრძოდა ზუსტად იმ უფლებისთვის რომელიც პატიმრებს ჰქონდა შევასული და ახლა მიახტი ამ ადამიანმა ფაქტებს მოიხსნა, ფაქტები დაუძო. ეს ფაქტები საჯარო გახადა და კიდევ ვიდათ მე ვთვლი რომ იმის მაგალითად რომ მადლობა გადაუხადო. ლიკვიდირება კი რა, მადლობას უსწრებენ ამ ადამიანებს. მართლა ამ ადამიანს სმარტფონ შეერჩეს, ალბათ მე ასე მგონია, მთელი ერი დადგება ხეხზე, იმიტომ რომ ამ ადამიანმა შეძლო და რეალურად აგვანახა საფუძვლება სამწუხაროდ ჩვენ და ამ ადამიანს ჩვენ არ უჯერებთ არა, უბრალოდ ვერ გავიქალეთ და ვერ დაუნიქით გვერდზე, როცა მართლა დრო იყო იმის რომ გავგამოდით გვერდზე და ახლა ამ ადამიანს ჩვენ მე პირადად პროცენტში როგორ საზოგადოების ერთი ადამიანი, აბილი, უხდი მადლობას კი არა, ძალიან დიდ მადლობას, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის საოცრად მებრძოლი გუნები და ბევრი რამე შეგვერა და ბევრი ჩვენთაგანი ვერ სულწლები. ქალბატონო, ჩემი პირადი აზრია, მაგალითად, ქალბატონი ირმა ინაშვილი 21 საუკუნის ჟანა დარკია. აი, არ ვიცი, მე მასში ესეთ ადამიანს ხედავ, რომ მისი მოწამეობები, ცხოვრება, როგორც ის მე ხო ამას ყოველდღიურად ხედავ, თქვენ ამას ხო ყოველდღიურად ვერ ხედავთ. მე ყოველ წამს ხედავ იგი როგორ იბძვის, როგორ დადის, როგორ მიდის. დღე არ არის რომ ხან სად არის, ხან რას აკეთებს, სულ დღე და ღამე სულ შრომაში და სულ იმის კეთებაშია, რომ როგორმე ამ ქვეყანაში დაამყაროს აი მასმედიაში და ყველაფერში წესრიგი. ეს ხალი აი დილიდან საღამომდე ერთი რამისთვის იხწვის და ძალიან ძნელია ამ ადამიანს აი ესე. დანადარკი კი ბატონო, მაგრამ ეს ვიტყოდ ეს არის ნამდვილად ქართველი მებრძოლი ხალი. ქალი რომელსაც უყვარს საქართველოს საოცრად, რომელსაც უყვარს თავისი ერი, რომელიც პატივცემდა ძალიან ძლიერი მოწმუნე ადამიანია. მე ამ ადამიანს ყველაფერს დადებით ხედავ. იმიტომ კი არა რომ დავწერა ამ შემთხვევაში ეხლა დამიჩნდეს. ნუ მაგ დიდი ხანია უცნო ობიექტივით და მე ასე მგონია რომ ესეთი ადამიანები რომ ვიმრავლოს მეთქმა და ასეთები რომ შევძლებდა ჩვენ გავხდეთ, ხო, ჩვენი ქვეყანა ამდეში არ იქნება. მადლობთ ქალბატონო, თქვენი აზრისათვის. ახლა მაინტერესებს ბატონო ბორის, აი რუსეთის ოპოზიციის გამოხმაურება ამ თემაზე. რა ინფორმაციას ფლობთ? რუსეთის ოპოზიცია, აი არ ვიცი, აი ორი მხრიდან მიუდგე თუ ერთი ოპოზიცია თუ როგორ არის ოპოზიცია რუსეთში, აი რუსეთის ოპოზიცია. ჩვენ ვიცით, რუსეთის ოპოზიცია არის ორი სახის. ორი სახის, აი ზუსტად მაგედან მივდივარ. ერთი სახის ოპოზიცია ბატონი ჟირინოვსკის, ზუგანოვის და აი ეს ოპოზიცია, რომელიც არის სახელმწიფო დუმაში, მათი თავისთავად მათი რეაქცია მე რამდენიც ვიცი მაგით რეაქცია და რამე კომენტარები ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ რაც შეეხება რამეს ელოდებიან რამე ინფორმაციებს კიდევ თუ უბრალოდ არ აინტერესებს ალბათ მე ვფიქრობ რომ ეს ვფიქრობ რომ დღესდღეობით მათთვის ნაკლებად საინტერესოა საქართველოს ციხის ამებზე გარკვეული კომენტარების გაკეთება ალბათ უფრო კომენტარები გაკეთდება არჩევნების მერე და იმის მერე თუ როცა გავიგებ თუ ვინ გაიმარჯვა საქართველოში და მე გაკეთება ეს ინფორმაცია როგორც კომენტარია მათ. ასევე ჩვენ გვყავს ოპოზიციაში ლატინინა, ილარიონოვი, გარნაპოლსკი და ნავადვორსკაია. ეს ის ხალხია, რომელმაც სიტყვას სიტყვით გაიმეორა საქართველოს ოფიციოზის პოზიცია. აი თქვენი აზრით,
ეს ხალხი ვისგან ფინანსდება, ან რას ემსახურებიან, ან საერთოდ რატომ არის რომ ყოველთვის და მუდამ ყველაფერში მათი და სააკაშვილის აზრები ერთმანეთს ემთხვევა. აი რა ჩვენთვის ახლა ჩემთვის სიმართლე რომ გითხრა ხო? რატომ უნდა იყოს ეს? უცნობია თუ საიდან ფინანსდებიან და ვინ აფინანსებს თუნდაც ნავადვორსკაის, თუნდაც ილარიონოვის არასამთავრობო ორგანიზაციას, მაგრამ ჩვენ ვიცით და გაიხანია ვიცით სააკაშვილის და მათი დაფინანსების წყარო რომ ფაქტურად ერთია იმის გამო რომ სულ ერთი აზრის არიან ეს ხალხი. ჩვენ ვიცით რომ ისინი არიან დაკავშირებული მე ჩვენ პრეზიდენტზე არ ვილაპარაკოთ ამ ხალხზე ჩვენ ვიცით რომ ისინი ახლოს არიან საზღვარგარეთის დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იმ რამდენიც ვიცი ზუსტად ამ დასავლეთი აფინანსებს მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ მედია საშუალებებს, მათ პროექტებს და რაც შეეხება ამ შეფასებას ხორე რომლებსაც აფინანსებენ აი სააკაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენ ყავს ხო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები რომელიც ოპოზიციური და მართლა ოპოზიციურია და ყავს არასამთავრობო ორგანიზაციები რომელიც კარგად თამაშობენ მთავრობასთან და პოზიციასთან ჩვენ ისიც ვიცით რომ იგივე ლატინი იგივე ნავადვორსკი იგივე ილარიონოვი საკმაოდ დიდი სიმპათიით არიან განწყობილი ჩვენი მთავრობის მიმართ და ალბათ დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებენ რასაკვირველი და ალბათ ზუსტად ამით არის განპირობებული მათი ეს განცხადებები და ის სიტყვები, რასაც ისინი ამბობენ აი ამ ამბებს. აი ერთი ზარიც მივიღოთ ჩვენ პირდაპირ ეთერში, ამის მერე ალბათ უკვე აღარ გვექნება. ისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში მზადებით? გისურვებთ შედარებით შევსავათ ეს ხელისუფლება. აი ახლა ხან ეს საათი არ არის დაახლოებით მოვედი საგამოსუფრიდან 40 იყო მიცვალებული და ჩემ წინ ორი ახალგაზრდა აღმოჩნდა, ერთი იყო შესუსუ სამსახურის წარმომადგენელი შინაგან საქმე და მეორე მე მგონი მერაბიშვილის წარმომადგენელი და გეტყვით ახლა რატომ შევედი ჩვეულებრივ საუბარში და მე ასეთი აზრი დავაფიქსირე არასამართლებრივ მდგომარეობაში, რასაც ჩვენი პოლიტიკოსები აწარმოებენ ქვეყანაში და მაინტერესებდა ჯერ ის ზონდერ ბრიგადები საიდან აყავთ შერჩეული, რომლებიც ხალხის მიმართ ასეთ სადამსჯელო ოპერაციას ახორციელებდნენ ამ დრომდე და ამ ბიჭმა ერთ-ერთმა ამიხსნა, რომელიც შესაძლებელი ახალგაზრდა იყო რეზო ერქვა, რომ დავუშვათ 100 კაციდან, რომელიც ციხეში მუშაობს და ზედამხედველის ვარიანტში, აქედან 20 კაცი მაინც არის შერჩეული, რომლებიც აი ესენი საშინელი ანგარიშტორებით ან ცემით, წვალებლობით უსწორდებიან ციხეში პატიმრებს. ეს ერთი მეუთხარი რა ფსიქოლოგიის ადამიანები არიან უპატრონოები არიან რომ ვინმე უთხრას რომ შეიძლება ასეთი საქმის კეთება სამართლებრივ და კანონიერ დარღვევებს უკავშირდება მითხრა რომ ესე იგი თუ არის ისეთი ადამიანები კვლელი რეციდივისტი სხვანაირად მისი ვითომ მორჯულება და ასე შემდეგ არ შეიძლება მეუთხარი კი მაგრამ ცემით შეიძლება ადამიანებს თქვენ როგორ ფიქრობთ რომ გამოდის იქიდან უარეს არ გააკეთებს მეთქი მაგრამ რომელიც ის და შედარებით ასაკოვენ და დიდი გამოცდილება აქვს ამ ასეთ კნეզებზე დაუშვათ ასეთ სამსახურთან საავსრულებასთან იმან მითხრა არა არ სწორდებაო და ამან მითხრა კი სწორდება იმიტომ რომ ისეთი რეჟიმი არის რომ დაუშვათ 10 საათიდან რომელიღაც საათამდე 4-5 საათი შეუძლია დაიძინოს მე აუცილებლად უნდა ადგეს ფეხზე იმიტომ რომ 6 კაცია თვითონ საკაში და რიგრიგობით აუცილებლობა არის რომ შეეცვალონ ერთმანეთს შემდეგ იძულებულია საკაში აქეთ-იქით ირბინოს ანუ ისეთი რეჟიმი დამიხატა ადამიანის იქაური მდგომარეობის რომ საშინელ წყალებლობაში ყავს თვითონ ამ რეჟიმიდან გამომდინარე დილის რეჟიმიდან ადგომის რეჟიმიდან მუძეობის რეჟიმიდან გამომდინარე და ასე შემდეგ ეს წყალებლობის ფაქტი შემდეგ რაც შეეხება ისეთ ადამიანებს რომელსაც დაუშვათ ვიღაცა ყავს მოკლული ან რაღაც რეციდივისტული ნორმები რაღაც ქცევები გამოამშრალნა ისინი მეორეულება რომელიც უფრო დიდი გამოცილი ასაკობრივია რომ ისინი ვერ გამოვლენ ვერასდროს ციხიდან მეუთხარი რანაირად ეს როგორ ხდება მით არა ისინი არ უნდა გამოვიდნენ ციხიდან ესე იგი ისეთი მენტალობა აქვს აზროვნების ამათ ჩამოყალიბებული რომ თავიდან ბოლომდე ამ ბინძურ პოლიტიკის მასში არიან გახვეულები. მე შევეცადე რომ მე თვითონ მქონდა მეთქი ასეთი ფაქტი, მე შემთავაზე გადავიტანე რომ უფრო დამარწმუნებინა ესენი რომ უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობთ რომ პოლიტიკურ მახეს მიგებდნენ და მე გაიშიფრა ეს ამბავი და თვითონ აღმოჩნდი პოლიტიკურ მახეში მე უთხარი მე რომ აი ესე მეთქი ორი ადამიანი მოხდა ჩვენ თვალზე იღუპებოდა და ერთ-ერთი ხელისუფალი რომელსაც შეეძლო ან სასწრაფო მოეყვანა ან რაღაც ღონისძიება მიიღო საერთოდ არაფერი თან 4 შვილის მამა არის არაფერი ღონისძიება არ განახორციელება მეთქი როგორ ხო იცით სასწრაფო ზოგჯერ არ მოდის რომ იბიანებსო და შეიძლება ადამიანი მოკლეს მე ვხარი კი მაგრამ რატომ თავრობის წევრების ახლობლები არ ყვდებიან ამ მიზეზით რომ სასწრაფო იბიანებს და ვერ აღმოუჩინეს დახმარება მაინც სხვა ადამიანებზე რატო ხდება ეს პრობლემა მეთქი
ვერ მიპასუხეს ვერაფერი. მე მითხრა შენო ქართული ოცნების მაისურიღა გაკლია როგორცაც. მოხარ მესმა დავიპაროს. მე რაშოშია მაისური. ვინც იმართეს დაიცავს მის გვერდით დავსგები მე. ხალბატონო, ძალიან დიდ ბოდის მოგიხდით ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. ძალიან დიდ ბოდის მოგიხდით. ძალიან საინტერესოა თქვენი საუბარი. ძალიანაც გვაინტერესებს, მაგრამ რა ვქნათ, დრო არის რომ დავამთავროთ. მე კიდევ მინდა გითხრათ რომ დღეს ჩვენს პირდაპირ ეთერში სტუმრად ყავდა ტელეკომპანია მირის თბილისის ფილიალის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბორის მანჟუკოვი. მედია კავშირი ობიექტივი ამით ამთავრებს დღევანდელ გადაცემას ერთი კვირით გემშვიდობებით ბატონებო. და რა ვიცი, გისურვებთ არჩევნებში მიგიღოთ მონაწილეობა, გაგეკეთებინოთ ის არჩევანი, რაც თქვენი გული და სულით გინდათ და ეს არჩევანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. კარგად ბრძანდებოდეთ.